სოციალური მეწარმეობა სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. იგი საქმიანობის ახლებურად ორგანიზების, სოციალური მიზნების განხორციელების ეფექტური გზაა. რა არის სოციალური საწარმო? სოციალური საწარმო? არ ვიცი. ისე გამიგონია, მაგრამ არ ვიცი რა. არ ვიცი. საერთოდ ნაკლებად ვერ მე ჩემი პრობლემებით ვარ დაკავებული. არ ვიცი. აი ზუსტად არც გამიგია და არ ვიცი რა არის. სოციალური საზოგადოება ვიცი. სოციალური საწარმო არ ვიცი. სოციალური საწარმო არა. სოციალური საწარმო სადაც აბა თქვენ ავიხსენით ახლა. ხო რა ვიცი. ტერმინი სოციალური მეწარმეობა გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან დამკვიდრდა. როდესაც საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა დაიწყეს ბიზნესის წარმოება და მიღებული მოგება მიმართეს სოციალური ან გარემოს დაცვითი პრობლემების მოსაგვარებლად. სოციალური საწარმოს მრავალი განმარტება არსებობს, თუმცა რაც ყველაზე მთავარია და რაზეც თანხმდებიან როგორც თეორეტიკოსები, ისე ის ადამიანები, რომლებიც პრაქტიკაში ახორციელებენ სოციალური მეწარმეობის პრინციპებს, ეს არის ორი თვისება. კერძოდ ორგანიზაციის სოციალური მისია და მეორე სოციალური ორგანიზაციის მიერ მიღებული შემოსავლის მიმართვა ამ სოციალური მისიის განხორციელებაზე. და აგრეთვე რაც ყველაზე მთავარია, უნდა გვახსოვდეს ის დადებითი თვისებები და შედეგები, რომლებიც მოყვება სოციალურ მეწარმეობას. კერძოდ, ეს არის საკუთარი თვითგამოხატვის საუკეთესო ასპარეზი, ადამიანების დასაქმება, ახალი კონტაქტები და თანამშრომლობის ახალი გზები, აგრეთვე ორგანიზაციული განვითარების შესაძლებლობა. ტერმინის განმარტების სხვადასხვა ვარიანტი არსებობს. დიდი ბრიტანეთის ვაჭრობისა და მრეწველობის დეპარტამენტის განმარტება. სოციალური საწარმო არის ბიზნესი, რომლის უპირველესი მიზანი სოციალური ხასიათისაა და რომელიც ახდენს მოგების რეინვესტირებას თემში ან ბიზნესში, ამ სოციალური მიზნების მისაღწევად. ბიზნესისგან განსხვავებით, მისი მამოძრავებელი არ არის მოგების ზრდა მეწილეებისა და მფლობელებისათვის. დღეს ჩვენ ვიმყოფებით არასამთავრობო ორგანიზაციაში ბიბლიოთეკა კულტურული ცენტრი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის თანადგომა. ეს არის ჯგუფი სმენის არ მქონე ახალგაზრდებისა, რომლებიც ჩვენთან ეუფლებიან სხვადასხვა სუვენირების დამზადებას, ხელობას. დაახლოებით 20-მდე ბავშვი ყავს და ფიქრობ, რომ შედეგები პირველ თვეებთან შედარებით გაცილებით უკეთესია. და მე მგონი შეძლებენ დამოუკიდებლად გააგრძელოს სახლში უკვე მუშაობა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მიერ გამოცხადებული კონკურსი სოციალური მეწარმეობის განვითარებაზე. ამჟამად ვახორციელებთ ამ პროექტს, სადაც ჩასრთულია და დასაქმებულია 6 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდა. ვასწავლეთ ახალგაზრდებს დოკუმენტების კოპირებას, ლამინირებას, აკინძვას ამბარებზე, ეს იქნება მომსახურების ერთი სახე, ხოლო პროდუქტს, რასაც თავაზობთ ფართო მომხმარებელს, ეს არის სხვადასხვა ლოგოს მქონე ჭიქები, სასუვენირო ჭიქები, ღია ბარათები, მოსალოცი თემატური ბარათები და ასევე სასუვენირო ჩანთები. სამართლებრივი ფორმა. ბევრ ქვეყანაში არ არსებობს სოციალური საწარმოსთვის დადგენილი სამართლებრივი ფორმა. სოციალურ საწარმოებს უხდებათ არჩევანი გააკეთონ არსებული სამართლებრივი ფორმების ფართო სპექტრიდან. სოციალური საწარმო არის ერთგვარი ჰიბრიდი, რომელიც თავის თავში მოიცავს საზოგადოებრივ და ბიზნეს ორგანიზაციების მოდელებს. გამონაკლისი ქვეყნების გარდა არ არის შექმნილი რაიმე სპეციალური სამართლებრივი ფორმა სოციალური საწარმოსათვის. გარემოს სპეციფიკის გათვალისწინებით, სოციალური საწარმოები ახორციელებენ თავიანთ საქმიანობას საზოგადოებრივი ან ბიზნეს ორგანიზაციების ფარგლებში. ჩვენ ვიმყოფებით საინვალიდო ეტლების საწარმოში, რომელიც დაახლოებით წელიწადი და 2 თვეა ფუნქციონირებს. საქართველოში ასეთი ეტლების წარმოება არასდროს არ ყოფილა და არც ამიერკავკასიაში არ არის. ამ საწარმოში დასაქმებული არის 8 ადამიანი, მათ შორის 6 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი. თქვენ თვალნათლივ ხედავთ, რომ საინვალიდო ეტლზე მჯდომი ბიჭები ამზადებენ ეტლებს. ნაწარმოები ეტლებიდან მიღებული შემოსავალი ხმარდება ისე საწარმოს განვითარებას, მომავლისთვის გვეგმავთ საწარმოს გაფართოებას, შეიძლება გავაორმაგოთ კიდევაც დასაქმებულთა რაოდენობა და იმედი გვაქვს, რომ ამ რაოდენობა
პერსონალით ჩვენ უფრო მეტ ეტლს ვაწარმოებთ და შეიძლება სხვა ქვეყნის ბაზარზეც გავიდეთ. 2006 წლის მონაცემებით ესპანეთში 51500 სოციალური საწარმო ფუნქციონირებს, რომელშიც დაახლოებით 2.4 მილიონი ადამიანია დასაქმებული, რაც ქვეყნის შრომის უნარიანი მოსახლეობის დაახლოებით 25%-ია. სოციალური საწარმოების წილი თლიან შიდა პროდუქტში 7%-ს უტოლდება. ჯამური ბრუნვა დაახლოებით 87 მილიარდი ევროა. რატომ სოციალური საწარმო? სოციალურ მეწარმეობას სერიოზული პერსპექტივები და პოტენციალი აქვს საქართველოში. ეკონომიკური კრიზისის ფონზე, როდესაც ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობა რთულდება, სოციალური მეწარმეობა ბევრი საზოგადოებრივი ორგანიზაციისთვის გადარჩენის საშუალებად შეიძლება იქცეს. ბიზნეს კომპანიები ახალ გზებს ეძებენ იმისათვის, რომ რაც შეიძლება ეფექტური გახადონ საკუთარი კორპორატიული პასუხისმგებლობის კუთხით განხორციელებული საქმიანობა. ხოლო რაც შეეხება ხელისუფლებას ნებისმიერ ქვეყანაში და განსაკუთრებით ჩვენთან, მთავარი რა თქმა უნდა დასაქმებაა და ამ პრიორიტეტში ხელს უწყობს სოციალური მეწარმეობის განვითარებაც. მთავარი სოციალურ საწარმოში არის მაქსიმალურად დასაქმებული იყვნენ ადამიანები და არა მაქსიმალურად მიღებული mogeba. So we have seen social enterprise being very important in bringing new ideas to the market, trying to look at how to commercialize them, and the government, has benefited by creating more industry around those sectors. And so we might say that in the UK, renewable energy was first came into the commercial market in the late 1970s, 40 years ago. And it was done entirely by small-scale social enterprises. 2007 წლის მონაცემებით დიდ ბრიტანეთში 62000 სოციალური საწარმოა. ჯამური ბრუნვა შეადგენს 27 მილიარდ გინვალქა სტერლინგს. დასაქმებული ბრიტანელების 5% ამ სექტორშია დაკავებული. ეს საწარმო არის ინვალთა საწარმო. ჩვენ მქონდა პროექტები, ტოლვილები გადავამზადეთ, 15 ტოლვილი ინვალიდები იყვნენ. მასწავლებლები, მოსწავლეები იყვნენ ტოლვილები. ამჟამად დასაქმებული არის 4 ინვალიდი, კერავთ შალითებს. ინვალიდთა ეტლების შალითებს. ასევე ბალიშებს. არ გვაქვს გასაღების ბაზა რომ ვაწარმოოთ ფეხსაცმელი, არ გვაქვს მაღაზია, არ გვაქვს ბაზრობაზე ადგილი. რომ მქონდეს ჩვენ ბაზარში ბაზრობაზე ადგილი და მაღაზია, დამოუკიდებლივ ვიმუშავებდით და ჩვენ თვითონ შევინახავდით ჩვენ თავს. დასაქმებული იქნება რამდენიმე ათეული ინვალიდი და შემოსავლის წყარო ექნება თან ინვალიდებს. სოციალური მეწარმეობა საქართველოში. დღეისთვის სოციალური მეწარმეობის კონცეფცია საქართველოში ნაკლებადაა ცნობილი ფართო მასებისთვის. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამ მიმართულებით სერიოზული ძვრები შეინიშნება. ბოლო 1 წლის მანძილზე ბრიტანეთის საბჭო, ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი, საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი აქტიურად მუშაობენ საქართველოში ამ კონცეფციის განვითარების და პოპულარიზაციისათვის. ტარდება ტრენინგები და კონსულტაციები, გაიცემა გრანტები. უკვე ამუშავდა რამდენიმე სოციალური საწარმო. საქართველოში საზოგადოებრივი ორგანიზაციები უკვე საკმაო ხანია ეძებენ სოციალური პრობლემების ინოვაციურად გადაწყვეტის გზებს. და ამ პროცესში სულ უფრო მეტად ცდილობენ თავიანთი სამიზნე ჯგუფების ჩართულობას. ეს განპირობებულია ერთის მხრივ იმისათვის, რომ პრობლემა იყოს უფრო უკეთმოგვარებული და მეორეს მხრივ იმისათვის, რომ პრობლემის გადაჭრის გზები მაქსიმალურად იყოს გაზიარებული და ინტერესებული მხარეების მიერ. ასევე მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ორგანიზაციებისათვის ის ფაქტი, რომ სოციალური მეწარმეობა არის ერთგვარი პერსპექტივა მათთვის საკუთარი ფინანსური მდგრადობის შენარჩუნების კუთხით, რაც უზრუნველყოფს ამ ორგანიზაციების საკუთარ მისიაზე უფრო მეტად კონცენტრირებას და მისგან არ გადახვევას. პარტნიორმა ორგანიზაციებმა გადავწყვიტეთ ამ მიმართულებით ვიმუშაოთ კოორდინირებულად, რათა საბოლოო ჯამში გახდეს შესაძლებელი უკეთესი შედეგების მიღწევა. შეიქმნა სოციალური საწარმო, რომლის ძირითადი მიზანი იყო გამოგვეშვა მასიური ხისგან კონსტრუქტორები და მეორე მიმართულება ბავშვის ავეჯი. გათვალისწინებთ იმის, რომ იყოს დაცული ევროპის უსაფრთხოების ყველანაირი ნორმები და უცალოდ გამოგვეყენებინა ბუნებრივი საღებავები
და დაგვემუშავებინა ბუნებრივი ზეთებით და სხვა ლაქებით, რომელსაც უშვებს აგრეთვე წარმოებული ბიოფა და ბუნებრივი პროდუქტი. საწარმო უკვე იწყებს მუშაობას ნელ-ნელა, შემუშავებულია საინტერესო ახალი მოდელები და კონსტრუქტორების სხვა ფორმები და აგრეთვე შევქმნით რამდენიმე ნიმუში ბავშვის ავეჯის მოსასინჯად, როგორც არის კამები, პატარა მაგიდები და საწოლიც. მუშაობს 3 კაცია დასაქმებული საწარმოში ამჯერად. ძალიან შეხმატკვლებული კოლექტივი გამოვიდა, კარგად ესმით იდეა სოციალური მეწარმეობის, ანუ ეს თავიდანვე რამდენჯერმე განვიმარტეთ და სათანადოდ ენთუზიაზმი აღინიშნება და აღიბეჭდება თვითონ სათამაშოების ხარისხსაც. სოციალური მეწარმეობის კონცეფცია ძველი პრობლემების ახლებურად მოგვარების საშუალებას იძლევა. ის უზრუნველყოფს ეფექტური განვითარების საშუალებას ყველა დონეზე, დაწყებული ინდივიდიდან დამთავრებული სახელმწიფოთი. სოციალური საწარმო განვითარების ახალი შესაძლებლობაა. შემოგვიერთდით. ერთად ვიზრუნოთ მომავალზე.